გინდათ აი ასეთი ზეითუნის ზეთზე ნაკლებ ცხიმიანი აჯაბსანდალი მოამზადოთ ხათოსგან. როგორ გამოიყურება ნახეთ. საოცარია. აი ყველა ინგრედიენტი ცალკე შევწვი დუხოვკაში და არის ნაკლებ ცხიმიანი და გემრიელესი. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, მიყვარხართ. ალმებით აჯაბსანდლის სეზონი დადგა. მართალია ჯერჯერობით არაფერი არ არის გაიაფებული და საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ ეს სიამოვნება, მაგრამ დღეს უნდა მოვამზადო მისი უდიდებულესობა აჯაბსანდალი, რომელსაც ყველა ქალბატონი სხვადასხვანაირად ამზადებს, ზოგი ცალ-ცალკე წვავს ინგრედიენტებს. მე ძალიან მარტივად ვამზადებ და ვისაც მარტივი კერძები გიყვართ და თან ბევრი ზეთით არ იქნება გაჯერებული, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ეხლა უნდა მოვწვა მე ხახვი, ოდნავ ხახვი რომ მოიბრაწება, ასევე დავაყრი მწვანე ხახვს და დაბალზე გავაგრძელებ ჩაშუშვას, რა თქმა უნდა დავჭრი ფერებში ბულგარულსაც და რა თქმა უნდა აჯაბსანდალს ვამზადებ ჯიჯი ჰაუსში შეძენილ უჟანგავი ფოლადის ქვაბში, რომელიც არის ნანოტექნოლოგიით დამზადებული, არ იკაწრება, არის ერთხელ იყიდით და გექნებათ სამუდამოდ, არის ძალიან გამძლე. თუ რას გავაკეთებ შემდეგ, ამას ყველა ნახავს. ამასობაში მე ბადრიჯანს და კარტოფილს წვავ დაიორთქვა. ნახეთ, ბადრიჯანი რა თქმა უნდა მარილი დავაყარე, კარგად გავრეცხე და შეიბრაცა უკვე, ამას მეტი არაფერი უნდა. ეხლა კარტოფილს ამოვდგავ და კარტოფილსაც დავბრაწავ. ოდნავ აქვს ზეთი მოსხმული და ამიტომ ბადრიჯანი არ იქნება ძალიან ზეთიანი, არც კარტოფილი. და ავაწყობ მარტივად აჯაბსანდალს და ნახავთ რა ლამაზი და გემრიელი გამოვა. ჩავყარე მწვანე ბულგარული, მწვანე ხახვი და რა თქმა უნდა წითელი ბულგარული, რომელიც ძალიან უხდება აჯაბსანდალს. ნახეთ უკვე კერძი რა ლამაზია, იმდენად გემრიელი ქვაბია, რომ აი კარგ დიდ ოჯახზე გამოვა აჯაბსანდალი. მე აჯაბსანდალი მიყვარს ცივი, რა თქმა უნდა ჩავაცივებ მაცივარში, სამსახურში წავიღებ და ყოველ წუთში საფიქრელი არ მექნება. მივაყოლებ ნებისმიერ რამეს, დიეტურიც არის, მით უმეტეს ესე მომზადებული და ეხლა უნდა მოვბრაწოთ. მოიბრაწება და უკვე გამზადებული მაქვს მისი უდიდებულესობა ახალი შემოსული პამიდური, რა თქმა უნდა ტომატები მაქვს ბევრი, მაგრამ ახალი შემოსული ტომატი გავხეხე, რა თქმა უნდა კანი გავაცილე და აი ეს რომ მოიბრაწება, რა თქმა უნდა ჩავასხავ და მერე ჩავაწყობ ბადრიჯნებს. დანარჩენს ყველაფერს გაჩვენებ. პაპრიკას ჩავაყრი ფერისთვის, რომ აჯაბსანდალი მოწოდების სიმაღლეზე იყოს. აი ესე სულ სხვანაირ ფერს აძლევს პაპრიკა და ძალიან მიყვარს აჯაბსანდალის მომზადების დროს. და რა თქმა უნდა ნიორთან ერთად, აი ნახეთ როგორი ფერი მიიღო უკვე. ნიორთან ერთად ჩავჭყლეთ. კი არ ჩავჭყლებ. ფილთაქვაში, რა თქმა უნდა, დავნაყავ მეგრულ აჯიკასთან ერთად ნიორს. და აქვე მივესალმები ჩემს უსაყვარლეს სამეგრელოს, ვიცი რომ ბევრი მიყურებთ, ძალიან მიყვარხართ და მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ნახეთ აი პაპრიკამ როგორი სხვანაირი ფერი მისცა. კარგად მოიშუშა ჩვენი ინგრედიენტები, ნახეთ როგორ გამოიყურება და დროა ჩაუშვათ პომიდორი და კარგად რომ დაიწყებს დუღილს, უკვე ჩაუშვებ ბადრიჯანს, რომელიც მზად მაქვს. უკვე ლამაზია ჩვენი აჯაბსანდალი, ნახეთ. ხო იცით, გამონათქვამი როა თვალი ჭამს და თვალი სვავს. მე უკვე აქ მაქვს გამომცხვარი ბადრიჯანი დაბრაწული ჯანსაღად და დაელოდება თავის რიგს, რომ გადაინაცვლოს ამ ულამაზეს კერძში. ეხლა დავაფარებ თავს
როგორც კი თუხ-თუხს დაიწყებს, ეგრევე ჩაუშვებ ბადრიჯანს და აქ უკვე ჩვენი კარტოფილი იბრაწება. ნახეთ თუხ-თუხებს და თან რა სილამაზეა და თან რა სურნელი დგას და გაუშვებ ჩემ გამომწვარ ბადრიჯანს. აი ესე მარტივია, როდესაც გასქურაში აცხობ, კერძის მომზადება არის ძალიან მარტივი და მე რა თქმა უნდა მარტივი კერძები მიყვარს. მე არაფერზე არ ვწვალობ და სულ ვცდილობ, რომ გავიადვილო შრომა. მორჩა. ეხლა ეს კიდევ გააგრძელებს თუხ-თუხს და დაელოდება მის უდიდებულესობა კარტოფილს, რომელიც აი ესე დაიორთქვა, აი ესე ლამაზად იბრაწება გასქურაში და გემრიელესი ბადრიჯანი იქნება. და ბოლო შტრიხები ნახეთ ფოლიგაზე როგორ გამოცხვა კარტოფილი ძალიან ცოტა ცხიმში და ეს რა თქმა უნდა ასე გამომცხვარი თავისებურ გემოს მისცემს აჯაფსანდალს და რა თქმა უნდა უგემრიელესი იქნება და თან ბევრი ცხიმით არ იქნება გაჯერებული, იმიტომ რომ ამაში ოდნავ ამოურიერო დაბრაწულიყო, ეხლა ჩაუშვებ და დაგიბრუნდებით. და ამას უყურეთ, უკვე კერძი დაიხატა. ოჰ, ნეტა შემეძლოს რომ გაგასინჯოთ ეს რა არის, მაგრამ რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ და არის უგემრიელესი, ასევე გამოიწერეთ ხათოს და სანდროს YouTube გვერდი, ჩაწერთ ხათოს, აჯაფსანდალი ხათოს, ცომი ხათოს ეს და ამოაგდებს მარტივად იპოვოთ ყველაფერს და ეხლა თავარი ფიშკა. მეგრული აჯიკა, ნიორი, ცოტა ფერისთვის გავუკეთე ყვითელი ყვავილი, რა თქმა უნდა, წიწაკაც არის, მწარე უყვართ ჩემებს და რა თქმა უნდა, მეგრული აჯიკა შევიძინე უგემრიელესი თეოს სუნელებში და შეგიძლიათ რომ მიხვალთ ხელს წამოაყოლოს. ეხლა გავუკეთებ და დაგიბრუნდებით. კერძი შეიკრა, ჩაუშვი მეგრული აჯიკა, ხედავთ აგერ და აი რაც კი არსებობს მწვანილი, რაც კი არის ეხლა შემოსული, რა თქმა უნდა, რეჰანი, აი ყველაფერი ჩაუშვი. ნახეთ რა არის. თვალი ჭამს და თვალი სვავს. აი ესეთი აჯაფსანდალია ხათოსი. უგემრიელესი, კარგად ამოურევ ეხლა და ზუსტად 5 წუთში გამოვთავ. ნახეთ როგორ გამოიყურება. აი სულ ეს იყო. ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა. გემრიელად.